პირდაპირ ეთერში რადიომედის დილის არხის ფორმატში განმოგზოთ მუშაობას დილის სპორტულ მიმოხილვას კახა გელაშვილთან ერთად ჩემოგთავაზებთ დილომშვიდობის კახა. მოგესალმებით ბიზაზა, მოგესალმებით ვიფასო რადიო მსმენელებო. კახასთან ერთად ჩვენ გამოვეხმაურებით კალათბურთს, რაგბის თემაზე ვისაუბრეთ და ასევე ფეხბურთს გამოვეხმაურებით. ალბათ უნდა დავიწყოთ კალათბურთის თემატიკით, იმიტომ რომ ეროვნული ჩემპიონატის ბოლო გადამწყვეტი ფინალური სერია გარდა ამისა ევროლიგის ოთხთაფინალი კალათბურთო როგორც ჩვენ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა მიმდინარეობს, ამაზეც ვისაუბრებთ და ალბათ კალათბურთის თემატიკით უნდა დავიწყოთ. ნამდვილად გუშინ დაიწყო თბილისი არენაზე ეროვნული ჩემპიონატის ფინალური სერია, რომელიც 3 მოგებამდე გაგრძელდება, ანუ 3 მოგება საჭირო, რათა გუნდმა ჩემპიონის ტიტული მოიგოს. პრინციპში ყველა ეს გადამწყვეტი სერია, როგორც ნახევარფინალური ასევე 3 მოგებამდე გაგრძელდება. ზუსტად ერთი კვირის წინ ამ სტუდიაში, არა თუ ერთი კვირის წინ, მე მგონი თუ ორი კვირის წინ ერთი კვირის წინ პარასკევს იყო იმერეთში მეტად ორბი ტყიბულის ორბი ეთამაშებოდა თესეუს 3-1 მოიგო თესეუმ სერია და ზესტაფონში ქუთაისი მასპინძლის რანგში ეთამაშებოდა ბათუმს, ის სერია 3-1 დასრულდა. ბათუმმა მოიგო ფავორიტი ქუთაისი ფავორიტი და ქუთაისი საკუთარ კედლებში თამაში დიდად გადამწყვეტი ვერ აღმოჩნდა ხო? ვერ აღმოჩნდა და ეხლა უკვე ბათუმი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისინიც არკვევენ 3 მატჩიანი დუელი. კი, 3 მატჩიანი დუელი გაირკვევა საქართველოს ჩემპიონი. ორივე ამ გუნდმა და პლუს ქუთაისმა იდენტური მაჩვენებლები დაასრულეს რეგულარული სეზონი, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით პირველ ადგილზე გავიდა თესეუ, მეორეზე ბათუმი, მესამეზე ქუთაისი და სწორედ აი ამის წყალობით რომ თესეუ რეგულარულ ჩემპიონატში პირველი იყო, საკუთარი მოედნის უპირატესობით სარგებლობს, ანუ პირველ ორ თამაშს ლექსვალ აფანაშვილის თესეუს მთავარი მსმენელის მიერ გასმული ეს შეგირდები ატარებენ სახლში, თბილისში პირველ ორ შეხვედრას, შემდეგ ბათუმში გაიმართება მომდევნო მატჩები, შეაძლოა მატჩი გამომდინარე იქიდან თუ ვთქვათ რომელიმე გუნდმა წაიყვანა 2-0 თბილისური პირველი ორი სერიის მატჩის შემდეგ, მაშინ უკვე მესამე მატჩი გამარჯვების შემთხვევაში ეს გუნდი უკვე სერიას დაამთავრებს, რა ხდება ჩემპიონი. ანუ თუ 2-1 გახდა, თქვათ სერია, აისა 2-0 გახდა და იქ გათანაბრდა ანგარიში, ან თქვათ საჭირო გახდა მოკლედ მე-4 და შესაძლოა მე-5 მატჩი ჩატარების საჭიროება, მე-5 შეხვედრა თუ საჭირო გახდა, მაშინ ის თბილისში გაიმართება გადამწყვეტი მატჩი. რადგან უპირატესობით ეს არის საშინაო მოედნის უპირატესობა. ამას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. რა თქმა უნდა, როგორც ჩვენთან ისე ნებისმიერ ქვეყანაში, თუნდაც იგივე ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში. ასე რომ პირველი შეხვედრა, გუშინდელი მატჩი 6 ქულით მოიგო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა 82-76 დაწინაურდა შესაბამისად სერიაში ლაფანაშვილის გუნდი და ახლა მეორე მატჩის ჯერია 23 მაისს, ანუ ხვალ გაიმართება მეორე მატჩი კვლავ თბილისი არენაზე ზემოთ. და მესამე უკვე ბათუმში. და მე შემდეგ უკვე 26 მაისს მესამე მატჩი ბათუმში შედგება. ასე რომ თესეუ თქმა იმისა, რომ გამოკვეთილი ფავორიტია, რა თქმა უნდა არ შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ თესეუში ძალიან ბევრი მაღალი კლასის საქართველოს ნაკრების წევრები თამაშობენ, ხო, იგივე ფევაძე, იგივე ტურძილაძე, თქვათ, გიორგი ცინცაძე, რომელიც კარიერის მიწურულს სწორედ თესეუში ატარებს, იქ თამაშობს და არის ნებისმიერ შემთხვევაში გიორგი ცინცაძე რა ასაკშიც არ უნდა იყოს საქართველოს ჩემპიონატში გამორჩეულია, რა თქმა უნდა, მისი თითოეული მოქმედება, პასი იქნება ეს თუ შეტევის გამოწყება შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. და კახა თუ კი ახლა თესეუ აქ მეორე მატჩსაც მოიგებს 26 მაისის ბათუმში დაგეგმილი შეხვედრა უფრო სიმბოლური ხასიათის იქნება. არა, რატო 2-0 გახდეს იქ ბათუმმა რომ თუ მოიგო და 2-0 იგებს სერიაში. კი. მე უკვე 3 მოგებამდეა. გასაგები, ანუ ბათუმმა რომ მოიგოს, გახდება 2-1 და მე-4 მატჩი კიდევ ბათუმში იქნება. თუ ისიც მოიგო ბათუმმა, მაშინ მე-5 მატჩი უკვე თბილისში გაიმართება. ესეთი ანუ ის რომ 3-დან 2 მოიგო და გარანტირებული აქვს არა, ეგრე არა, 3-მდე, ანუ ხო ვითამაშია ხოლმე 3-მდე მიდის თამაში, ასე ვთქვათ და ესე იგი მაშინ გამოდის კი აქვს ეს სრული უპირატესობა საკუთარ მოედანზე თამაშისა თესეუს, მაგრამ 26 მაისი
და ბათუმში, ესე იგი დამატებითი მიზეზი ექნებათ ბათუმელებს, რომ განსაკუთრებული კომაგობა გაუწიოს ყოფილა ხშირად შემთხვევა ჩვენ ჩემპიონატშიც და თქვათ იგივე NBA-შიც, რომ გუნდი იგებს დამაჯერებელი, ხა NBA-ში 4 მოგებამდეა ყველა პლეი-ოფის ყველა ეტაპი. ხო და თქვათ ყოფილა რომ 2-0 იგებს გუნდი ან 3-1 სერიას, მაგრამ 4-3 დამარცხდა. იგივე შორს რო წავიდე, თქვათ Cleveland Golden State-ის წელი აღარ მახსოვს ზუსტად, Golden State-ის 3-1 იგებდა, თუმცა შემდეგ შემოუტრიალა LeBron James-ი, Kyrie Irving-ის ტანდემი ძალიან ძლიერი გუნდი და კლინოდა მოიგოთ. ჩვენთანაც ყოფილა შემთხვევები, როდესაც 2-0 იგებდა გუნდი 3-2 წაუგია. ასე რომ ესეც საინტერესოა სეზონის განმავლობაში, როცა კლუბები ერთმანეთს ორჯერ ხვდებიან, ხო, საშინაო და გასვლითი მატჩი, ნუ რაღაცა საზომი საშუალებები გააჩნიათ ჭყალებში მეტოქი გუნდებისა მწვრთნელებს და როდესაც უკვე იცის რომ შესაძლოა 3, 4, 5 თამაში უნდა გაიმართოს ერთი და იგივე გუნდთან, ერთმა და იმავე მწვრთნელმა მას თავსატეხი უჩნდება, რომ სტრატეგია გრძელვადიანი როგორ გადაანაწილოს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ტაქტიკურად პირველ თამაში როგორ ჯობია, მეორეში როგორ ჯობია, იმიტომ რომ ყველა არსენალს მაშინვე თუ გამოაჩენს მერე უკვე თავისთავად. ხო, ესეც საინტერესო დუელია, ასე ვთქვათ, მწვრთნელებისა. ახალგაზრდა მწვრთნელების ლექსოლ აფანაშვილია მიუხედავად და იგივე ბუბა ბერიშვილი. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად არიან საკმაოდ გამოცდილები, წარმატებული სპეციალისტები. და იგივე კოტეტუღუში ქუთაისის მთავარი მწვრთნელი, რაც კოტეტუღუშია ქუთაისის მთავარი მწვრთნელი რამდენი წელია, როცა ქუთაისი ან ჩემპიონი, ან ნახევარფინალში აგერ ნახევარფინალში დამარცხდა, ან ვიცე-ჩემპიონი, ანუ ერთ-ერთი დომინანტია ეროვნულ ჩემპიონატში ტუღუშის გუნდი. არიან ახალგაზრდა სპეციალისტები, იგივე ჩვენ ეთერში ყავდა ნიკა ბურჯანაძე, ახალ საქართველოს 16 წლამდე ნაკრების თავარი მწვრთნელი, ერთადერთი ასაკობრივი ნაკრები, რომელიც ელიტურ ევროპის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში თამაშობს. იგივე ანატოლი ბოისა, ახალგაზრდა სპეციალისტი ასევე, ანუ ეს საკმაოდ არიან კიდევ ბევრი ძალიან შორს აღვიყვანს ჩამოთვლა, იგივე შეიძლება ვახსენოთ ირაკლი ძიძიგური სპეციალისტი, რომელიც ასევე ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად ნელა იძენს იმ გამოცდილებას, რომელიც აუცილებელია ვთქვათ, ქართული კალათბურთის მწვრთნელი, კალათბურთელები თავისთავად, მაგრამ ამ კალათბურთელების აღმოჩენა იქნება, შემდეგ წინ წაწევა იქნება, ვთქვათ, ჩამოყალიბება, რა თქმა უნდა, მაღალი დონის მწვრთნელის უპირველესი პრეროგატივაა. არიან ქვეყნები, სადაც ბევრი კარგი ნიჭიერი კალათბურთელია, თუმცა სპეციალისტი არ არის იმ დონის სპეციალისტები, რომლებიც დაეხმარებიან მათ განვითარებაში. არიან ქვეყნები, ვისაუბრია ჩვენ, სადაც კალათბურთი დიდად წარმატებული არ არის, მაგრამ ეს ბოლო წლებია საკმაოდ მაღალ დონეს მიაღწიეს. ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ამ ყველაფრისა არის ისლანდიის ნაკრები, რომელიც ასაკობრივი ჩემპიონატიდან დაწყებული, ასაკობრივი გუნდებიდან დაწყებული ეროვნული ნაკრები დასრულებული. ასე თქვა, ტოლსტორს არუდებს ძლიერ ევროპულ გუნდებს, იგივე ფინეთის ნაკრები შეიძლება აგერ ვახსოვს ხო წინა ბოლო ევროპის ჩემპიონატი. სწორედ ფინეთმა მოგიგო ჩვენ და საერთოდ ნებისმიერი დისტანციიდან ლამის დამიზნების გარეშე აგდებდნენ სამხოლიანებს, ესეც რა თქმა უნდა თავისებული სკოლა და მწვრთნელების დამსახურებაა. ჩვენთან ამ სპეციალისტებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ კალათბურთის ფედერაცია ეხმარება მათ უცხოეთში, იქნება სპეციალური კურსების გავლა, ვთქვათ, სტაჟირება, ვთქვათ, იმ პროგრამების გავლა, რომელიც აუცილებელია მაღალი დონის სამწვრთნელო ლიცენზიების ასაღებად და იმედი მაქვს, რომ ქართველი სპეციალისტის უახლოეს პერიოდში დადგება დრო, რომელიც ჩაიბარებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, კარგი სპეციალისტი, რა თქმა უნდა, კარგია, მთავარია წარმატება იყოს ეს ჩვენი ეროვნული ნაკრების აქტივშია. თუმცა მე პირადად უფრო მოხარული ვიქნები, ბედნიერი ვიქნები შეიძლება ითქვას, თუ ეროვნულ ნაკრებს, როგორც კალათბურთში, ისე ფეხბურთში ადგილობრივი ქართველი სპეციალისტი გაწვრთნის. ესეც გარკვეული მაჩვენებელი იქნება სპორტის ამიმართულების ჩვენთან განვითარების დონისა. ჩვენ დრო არ გვეყოფა. ახლა ევროლიგაზეც უნდა გითხრა, რა ხდება საკალათბურთო ევროლიგა. დღეს ძალიან ორი, არ ვიცი, სეზონის მატჩი ევროპულ დონეზე. ევროპული, თქვათ, საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგა, ფეხბურთში ხომ მთავარი ტურნირი ეს არის. აქ არის ევროლიგა, სადაც დღეს გაიმართება ნახევარფინალური მატჩები.
4 ტურნირი ეწოდება ბოლო წლების ტრადიციის მიხედვით, ანუ ნახევარფინალური მატჩებია, ერთ ქალაქში, ერთ დარბაზში იმართება, გამარჯვებულები ხდებიან უკვე ფინალში ჩემპიონის ტიტულისთვის. და დღეს ოლიმპიაკოსი ფენერბახჩე პირველი შეხვედრა 19 საათზე გაიმართება, დაიწყება ეს შეხვედრა. ათენი მასპინძლობს 4 ფინალს და 22 საათზე უკვე ესპანური პრინციპული დერბი ვალენსია მადრიდის რეალი, ეს გუნდები შეხვდებიან ფინალში გასასვლელად, ასე რომ ძალიან საინტერესო მატჩები გველის, რა თქმა უნდა, უფრო საინტერესო იქნებოდა ჩვენთვის, რომ ქართველი კალათბურთელის თორნიკე შენგელიას ბარსელონა გასულიყო 4 ფინალში, ანაც ფრანგული მონაკო, რომლის მთავარი მსმენელიც მანუჩარ მარკოიშვილია, თუმცა მიუხედავად ამისა, კალათბურთის მოყვარულებს დღეს აი ეს ორი ძალიან საინტერესო მატჩი ელით. არიან ძალიან ბევრი მოყვარულები, სპეციალისტები, რომლებიც ევროპულ კალათბურთს უფრო წინ, მაგრამ თქვათ აი ლამის NBA-ის დონეზე აყენებენ, რა თქმა უნდა, სხვა დონეა და იქ სხვა, მაგრამ თამაშის სპეციფიკა, უფრო გუნდურობა ევროლიგა, ევროპულ კალათბურთში უფრო წინ არის, თქვათ, იშვიათია რომ კალათბურთელმა მატჩი თქვათ 30-40 ქულა მოაგროვოს, რაც ამერიკულ კალათბურთში ლამის ყოველდღიური მოვლენა, იქ მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალისტები არიან. ვახსენეთ NBA და მოდი NBA-ზეც ვთქვათ მოკლედ ორი სიტყვით, დღეს აღმოსავლეთ კონფერენციის იქ ნახევარფინალური პლეი-ოფი მიმდინარეობს, ორი კონფერენცია ვიცით, აღმოსავლეთი და დასავლეთი. და ამ კონფერენციების გამარჯვებულები უკვე დიდ ფინალში, სუპერფინალში გაარკვევენ NBA-ის ახალ ჩემპიონს. აი დღეს ნიუ-იორკში გაიმართა მეორე შეხვედრა ნიუ-იორკის ცნობილ Madison Square Garden-ში, ადგილობრივმა ნიქსმა მეორე მატჩიც მოუგო Cleveland Cavaliers, ამჯერად უფრო დიდი სხვაობით 16 ქულიანი უპირატესობა დაფიქსირდა 109-93, ასე რომ ნიქსი 2-0 იგებს და ახლოს არის გავიდეს დიდ ფინალში, რაც შეეხება დასავლეთ კონფერენციის ფინალს, აქ მოქმედი ჩემპიონი ოკლაჰომა სიტი თანდერი სან ანტონიო სპურს ეთამაშება, აქ სერიის ანგარიში თანაბარია, გუშინ გაიმართა მეორე შეხვედრა, ოკლაჰომამ პირველი წააგო, გუშინ მოიგო 1-1 და ახლა უკვე სან ანტონიოში გადაინაცვლებს სერია, ორი მატჩი 23 და 25 მაისს სწორედ, ანუ ხვალ და 3 დღის შემდეგ სან ანტონიოში გაიმართება. და სან ანტონიოს ვიქტორ ვემბანიამ ფრანგი ლიდერი გუნდისა ეძლევა შანსი ჩემპიონატის არა მარტო წყვილი, საერთოდ გამოკვეთილ ფავორიტად მიიჩნევა ოკლაჰომა. თქვათ, გარკვეული პრობლემების შეუქმნას. ნახოთ და ველოდოთ. ამასობაში ახლა კალათბურთიდან რაგბის თემაზე უნდა გადავიდეთ და ჩვენმა ნაკრებმა 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში საერთაშორისო სერიის პირველი მატჩი გამართა და გარმატებული გამოდგა ეს მატჩი, ანგარიშით 29-23 მათ მოახერხეს და ფიჯი დაამარცხეს და პირველი არ არის ხო ეს შემთხვევა? არ არის, კი, ამ საკში ვუგებთ ყოველთვის. მე რთულდება. გარკვეულწილად, თორე რა თქმა უნდა, ჩვენი ძირითადი სარაგბო ნაკრები საკმაოდ მაღალ დონეზეა და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ იუნიორები, მოზარდები, ახალგაზრდები მოდიოდნენ იმავე დონის, რომლებიც ღირსეულად შეეძლებენ რომ ჩაანაცვლონ უკვე ძირითადი ნაკრების წარმომადგენლები და ასევე ვიტყვი კიდევ უკეთესები იყვნენ, იმიტომ რომ ეს ყველას ერთნაირად უნდა. ზოგადად ქართულ რაგბში არსებული აი ეს ცნობილი სამწუხარო მოვლენის შემდეგ, რაც დოპინგ სკანდალს უკავშირდება და იმ სანქციების გამო, რომელიც მსოფლიო რაგბმა და მსოფლიო ანტისადოპინგო კომიტეტმა დაუწესა ქართველ მორაგბეებს, შარიქაძის რაღაც არანორმალური დისკვალიფიკაცია, რომელიც მსოფლიო რაგბს არასოდეს არავისთვის არ მიუწია და არის კიდე სხვა სანქციები სხვა მორაგბეებზე, ხანგრძლივი ასევე. მიუხედავად ამისა, ქართული რაგბი აგრძელებს მევთვლი განვითარებას და ერთ-ერთი ნათელი მაგალითია აი ეს გუშინდელი მატჩი სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაში, ფიჯის ნაკრები არ არის ხელწამოსაკრავი, ის რომ როსაკინა მაშინ დაამარცხებ
PG ყოველთვის ანგარის გასაწევი ძალა იყო ნებისმიერი ნაკრებისთვის უფროსებზე საუბარია და ასევე ახალგაზრდებზეც და მით უმეტეს PG და ისევე როგორც ჩვენ, ასევე მასპინძელი სამხრეთ აფრიკა ბუნებრივია წლევანდელ 20-ლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას, მსოფლიო ჩემპიონატი თბილისსა და ქუთაისში გაიმართება წელს და სამხრეთ აფრიკა გამოკვეთილი ერთ-ერთი ფავორიტი იქნება ტრადიციულად ამ ტურნირისა და მასთანაც ამ აფრიკასთანაც და იგივე PG-სთან თამაში უდიდესი გამოცდილება ამ გენერალური რეპეტიცია ბოლო შეიძლება ითქვას უშუალოდ მსოფლიო თასის წინ ვიტო კოლელიშვილის შეგირდებმა ეს მატჩი პირველი ტაიმი წააგეს 12-20 ძალიან ისეთი მეორე ტაიმი გველოდა რთული რა თქმა უნდა უნებრივია თუმცა მაინც მოახერხეთ 3-3 ქულა ანუ ერთ საჯარი მოდარდმა შეასრულეს ზუსტად კონსულელებმა და ჩვენი მხრიდან 19-17 ქულა 29-23 საბოლოოდ შესანიშნავი გამარჯვება რა თქმა უნდა ბულოცავთ ყველა კომაქს კიდევ ორ შეხვედრას ჩაატარებენ ამ ფესტივალის ფარგლებში ქართველი ოსლამდელები 26 მაისს ჩილეს ნაკრებს ჩილე აუთსაიდერია ამ ტურნირში ბუნებრივია და შემდეგ უკვე დამაგვირგვინებელი მატჩი ორგანიზატორებმა ისე გააკეთეს 30-ში უკვე საქართველოს სამხრეთ აფრიკა ეს იქნება ბოლო მატჩი ჯუნიორ ბოკეს წინააღმდეგ უმცროსი ბურჯღალოსნები ეს არ არის შეიძლება ითქვას ოფიციალური ტურნირი თუმცა ბუნებრივია ნებისმიერი აი ესეთი დონის ტურნირზე წარმატებული გამოსვლა დამატებითი სტიმულია ამ მსოფლიო ჩემპიონატის წინ 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით ამ პერიოდში გაიმართება მსოფლიო თასის გათამაშება საქართველოში თბილისსა და ქუთაისში ძალიან საერთოდ ოსლამდელთა მსოფლიო თასი თქვათ ისიც არის დიდი მსოფლიო ჩემპიონატის ანუ უფროსების მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მეორე დონის სარაგბო ფორუმი ყოველ წელიწადში ერთხელ იმართება ეს ტურნირი და სწორედ აი აქედან გამოდიან ლოგიკურია იმიტომ რომ აქედან უკვე ერთი ნაბიჯი რჩება ერთი ნაბიჯია და უამრავი ლეგენდა ვიცით ხო მსოფლიო კლუბებსა თუ სანაკრებო დონეზე უკვე თამაშისთვის ფეხბურთზეც მოვასწროთ დარჩენილ ბოლო მე მგონი 7-8 წუთში ალბათ დავიწყოთ კრისტიანო რონალდუთი იმიტომ რომ რონალდომ მორიგი ტიტული როგორც არა მორიგი ტიტული კი არის მაგრამ როგორც იქნა საუდის არაბეთში მოახერხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა მიუხედავად მისი ტიტულებისა საუდის არაბეთში მისი მცდელობები ამოიღო და მიუხედავად იმისა რომ სეზონის განმავლობაში ძალიან ხშირად ვრცელდებოდა სოციალურ ქსელში ვიდეოები კრისტიანო რონალდოს წარუმატებელი ფანდებისა მოქმედებებისა ძალიან ხშირად ადარებდნენ ამ ასაკში რამდენად კარგად თამაშობს მესი და რამდენად ვერ გამოსდის იგივე რონალდოს მაგრამ ერთი ეს ამუნარიდები ვიდეო ამუნარიდები და მეორე არის ის რომ მთელი სეზონის განმავლობაში 30 მატჩი ჩაატანა 28 გაიტანა და 2 საგოლე პასი 41 წლის კაცმა 41 წლის კაცმა გასაგებია რომ ეს არის არ არის პრემიერ ლიგა ევროპული ფეხბურთია არც ლიგა 1-ია მაგრამ მაინც ციფრები თავისას ამბობს მოკლედ გადამწყვეტი მატჩი იყო სადაც 34 ტურში 4-1 დაამარცხეს მათ საკუთარი მეტოქე და გოლების ავტორები პირველი გოლი სადიო მანემ გაიტანა მერე უკვე იყო კინგსლი კომანი და დუბლი კრისტიანო რონალდუსი რომელიც და მეოთხე იყო მე მგონი ჯარიმა რომელიც მან გაიტანა და საბოლოოდ ჩემპიონობა იზეიმეს და საკმაოდ კურიოზული იყო ერთი ტურის წინ თუ არ ვცდები, როდესაც მათ შეეძლოთ რომ ჩემპიონები გამختარიყვნენ და მეკარისა და მცველის ლამის ბავშვური თუ აბსურდული რა თქმა უნდა ხდება შეცდომის გამო გოლი გაუშვეს და ეს ნაადრევი ჩემპიონობა ასე ვთქვათ ქარს გაატანეს თუმცა მთავარია რომ მოახერხეს და საბოლოოდ არის ისეთი მოცემულობა რომ ალ-ნასრიმ რომელშიც თამაშობს კრისტიანო რონალდუ და ჩემპიონი გახდა 86 ქულა დააგროვა მისი მთავარი მეტოქე ალ-ხილიალი იყო რომელიც 84 ქულით ასრულებს ჩემპიონატს ეს ამ გუნდმა მე-11 მოიგო საუდის არაბეთის ჩემპიონატი უნდა ითქვას დომინანტი გუნდია ხო ეს პირველად მოიგო კრისტიანო რონალდუსთან ერთად და პორტუგალიელი სპეციალისტი ჟორჟე ჟეზუსი არის
ალ-ნასრის მთავარი მსმენელი და პირველი წარმატება პორტუგალიელების შეიძლება ითქვას ამ კლუბში ალ-ნასრი ნახდა ნამდვილად შეიძლება ითქვას რომ საუდეთში ალბათ ალ-ჰილალთან ერთად ალ-ჰილალში ხო ბენზემა თამაშობს მე მგონი კი რადგან პრემიერ ლიგა ვახსენეთ ჩვენთვის მნიშვნელოვან თემასაც გამოვეხმაუროთ აუცილებლად ვრცელდება ინფორმაცია რომ ლივერპულის თავდაჯერებული მწვრთნელი რომელიც გვახსოვს ერთი თვის წინ ხო ამბობდა რომ დარწმუნებულია იგი დარჩება ამ პოსტზე და ვრცელდება ინფორმაცია რომ მას გაუშვებენ ლივერპულიდან არნე სლოტის შემცვლელი სახელი გვარი არ სახელდება მაგრამ ბრიტანელი ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში რაღაცა მტკიცებით ფორმაშია რომ მას იმდენად გაუფუჭდა ურთიერთობა წამყვან ფეხბურთელებთან ლივერპულისა დიდი ალბათობით პოსტს დატოვებს ჩვენ რატო გვაინტერესებს ეს ამბავი გასაგებია ფაქტია რომ ამ მწვრთნელთან ვერ აეწყო მამარდაშვილის ურთიერთობა ნუ ასე ვხედავთ და ფაქტია ისიც რომ მისი მხრიდან მაღალი ხარისხით ნდობა მამარდაშვილის მიმართ არ იყო მით უმეტეს როცა ამ მეკარეს განიხილავდნენ ალისონის გრძელვადიან და მუდმივ შემცვლელად აი ესეთი ნდობის მაღალ ხარი ჩვენ ვერ ვხედავდით და მწვრთნელისთვის შეუსაბამო და ჩემი შეფასებით არაკომპეტენტური კომენტარებიც ჰქონდა მამარდაშვილთან მიმართებაში რაღაცა თავხედურისკენ გადასული საერთოდ მარტივი ხასიათის ეს ადამიანი არ ჩანს და კლუბში როგორც ჩანს სირთულეები შეიძლება სლოტი რო თქვა ზაზა ეხა რაიმე არაფერი განსაკუთრებული ტიტულოვანი ლივერპულთან ერთად მოიგოვეს წინა სეზონი დახვდა განსაზღვრებული და ეს ლივერპული იყო რომელიც კლოპმა დატოვა და ის სისტემა შეინარჩუნა და როცა დაიწყო თავისი სისტემის მშენებლობა ეგ უკვე ის ლივერპული აღარ არის რა თქმა უნდა და უკვე აბსოლუტურად სხვა გუნდი იქნება ახალი სეზონიდან ვფიქრობთ იგივე ბეკერი ალისონი მიდის და სანამ ის იქნებოდა ვფიქრობ სლოტი იყო მთავარი მსმენელი თუ ვინც არ უნდა ყოფილიყო თუ კლოპი ალისონ ბეკერზე აქცენტს გააკეთებდა მაგრამ როდესაც შენ იცი რომ ალისონ ბეკერი ამ სეზონის ბოლოს მიდის და არ რჩება და შენ შემცვლელი მოყავს იმ შემცვლელის ადაპტაციას მაქსიმალურად ხელს შეუწყობ ხო რა თქმა უნდა ეს არ მესმის აქ მარტო მწვრთნელის საკითხი არ არის და გიორგი მამარდაშვილზე ძალიან ბევრი კი არა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული ჩვენ არ ვიცით რა თქმა უნდა ყველაფერი მაინც ფეხბურთოზეა დამოკიდებული მის ზრდაზე მის უნარებზე და ასე შემდეგ ხო მამარდაშვილმა ითამაშა ჩვენ გვინდა ჩვენი სურვილი ეს არის და ახლა არ ვიცი ახალი სეზონი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ძალიან ბევრი მარტო ლივერპულში არა ზოგადად სამყარო კლუბებში მოხდება სერიოზული გადახალისება. იმიტომ რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ბევრი ფეხბურთელი თავს გამოიჩენს. რა თქმა უნდა. ხანერად ეს ხშირად ხდება ხოლმე კლუბებში შეიძლება ინდიფერენტულები არიან ისე ვერ ჩანან ბოლომდე და მსოფლიო ჩემპიონატზე ან ევროპის ჩემპიონატზე გაიბრწყინებენ, იმიტომ რომ რაღაცა სხვა პასუხისგებლობა ეკისრებათ მათ ნაკრების მწვრთნელის მხრიდან და აქვს შესაძლებლობა რომ გაიხსნან და ეგეც არის და თან კიდე სანაკრებო ფეხბურთი მკვეთრად განსხვავდება საკლუბო ფეხბურთიდან. ცალსახად და პლუს სანაკრებო თამაშების შემდეგ ევროპული თუ მსოფლიო ფეხბურთი იქნება ძალიან ხშირად ვხედავ ჩვენ, როდესაც ტრანსფერების ახალი ეტაპი მოდის ზალაში. ხო და ეს ლოგიკურიცაა და არც ის არ გამოვრიცხოთ რომ ახალი მეკარეც აღმოაჩინოთ საერთოდ რომელიც ძალიან მაგარია რომელსაც ისურვებს ლივერპული და ასე მარტივად ეს საქმე არ არის, მაგრამ გიორგი მამარდაშვილი რადგან მოხვდა ასე დიდ კლუბში ჩვენ ძალიან გვინდა რომ იგი იქ დარჩეს თუმცა გავრცელდა კიდე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რომ გიორგი მამარდაშვილს კომაგებიც და ესეთი ავტორიტეტული კომაგებიც დიდად არ უწინასწარმეტყველებენ ძირითად მეკარეობას ლივერპულში და ამბობენ რომ თქვათ სხვა კლუბში ბევრად უკეთესი შეიძლება იყოს ვიდრე აქ შეიძლება ასეც არის უბრალოდ ჩვენ გვინდა რომ ლივერპულში ეს ასეთი განცხადება გააკეთა ყოფილმა მეკარემ ლივერპულისა რომელსაც ხშირად ეკითხებიან ხოლმე მეკარეების თემაზე აზრს და ნუ მისი ლოგიკა იყო რომ ან აქ ალბათ დიდად ვერ გაქაჩავსო მაგრამ კარგი მეკარეა როგორც სათადარიგო მაგრამ თავარი მეკარე არ ვიცი მაგრამ რამხელა მნიშვნელობა აქვს მწვრთნელის მხრიდან ნდობას რა თქმა უნდა ეხლა ვინ რას იფრიზა ვინ რას
ეგრე გვახსოვს ჩვენ პელეს დავიდანები აგერ ხვიჩაზე გვახსოვს რაღა შორს მივდივართ საქართველოშიც კი და ნუ მოკლედ ნდობა ნეაპოლიტანის ქუჩებში ნდობა რომელიც მართალი ხარ არა პელე ვახსენე ხა პელე ამათან შედარებით პელე იყო მართლა მაგრამ პელეს ძალიან ბევრი წინასწარმეტყველება თქვა გუნდზე თუ სოფლიო ჩემპიონატის თქვა რაღაც პროგნოზებში აი უმრავლესობა ცდებოდა ხოლმე რეალობას ხო და ეხლა წვნელზეა დამოკიდებული ბუნებრივია ხო და ეს ბრედ ფრიდელი რომელიც ლივერპულის ყოფილი მეკარია კი ამბობს ასეთ რამეს მაგრამ ჩვენ ამიტომ გვინდა თუ მოვა ისეთი მწვრთნელი რომელიც ნდობის მაღალ ხარისხს გამოხატავს მამარდაშვილთან მიმართებაში ეს შეიძლება ის გადამწყვეტი ფსიქოლოგიური ფაქტორი იყოს რომელიც აკლია გიორგის რომ დარჩეს თავარ მეკარად ლივერპულისა რობერტო ბაჯოს ერთ-ერთი ინტერვიუ მახსენდება, როდესაც მან თქვა, რომ ეხლა ისეთი ფეხბურთელები აკეთებენო განცხადებას და თქვა ისეთ დამრიგებლური ტონით საუბრებენ, რომლებიც ფეხბურთელობის დროს ხელით ვერ აძლევდნო ზუსტად პასო და ეხლა გამოდიან და დიდაქტიკოსებად გვევლინებიან, იგივე ფრიდელზე შეიძლება ითქვას, ფრიდელის მთელი კარიერის მანძილზე ეხლა ჯობი მე მირჩევნია ყოველ შემთხვევაში მამარდაშვილი, იმიტომ კი არა რომ ქართველია და ჩვენიანია. ფრიდელი იყო ყოველთვის ერთ-ერთი უსუსტესი ადგილი ლივერპულში. აზრს კი ეკითხებიან. ხო და ეხლა იმის აზრი დიდი, რა თქმა უნდა, შენი სიტყვას შენ წინადადებას დავეთანხმები რომ მწვრთნელზე არის ბოლო სიტყვა შეიძლება მწვრთნელმა დაინახოს ხო ესეთი ნიუანსები მეკარე სპეციფიკა განსხვავებული სპეციფიკა მოედნის მოთამაშეებთან შედარებით და იქ არის ესეთი ნიუანსები ავტორიტეტი ის მეკარის თქვა სწორი პოზიცია საჯარიმო დარტყმის თქვა ცოცხალი კედლის აღმართვისას იქნება ეს თუ თქვა სტანდარტული ნებისმიერი სასრულებად იქ სწორი პოზიციების მირჩევა. ახლა მწვრთნელის მხრიდან როდესაც იგრძნობა ნდობა, სრულფასოვანი ნდობა, თქვა მეკარის მიმართ, ხო? მეკარეებთან რა თქმა უნდა დანარჩენი 10 კაცი მნიშვნელოვანია, მაგრამ პირველი ვინ არიან მეკარეების შემდეგ, ხო, მცველები. მცველებისა და მეკარეების შეთამაშებას აქვს დიდი მნიშვნელობა და ამ მცველმაც უნდა აღიაროს ეს მეკარე, რომ მას მიყვეს, ასე ვთქვათ, ხო? და რაც უფრო მაღალს ხედავს ნდობისა თუ პატივისცემის ხარისხს მწვრთნელის მხრიდან მეკარისადმი, ნუ ახალზე ვამბობ რა, როცა ახალი საულია გუნდში, ის მცველები სხვანაირად უყურებენ რა და მიმღებლობაც სხვა აქვთ. და ხო არის ხოლმე როდესაც ვთქვათ სამი ერთი დონის მოთამაშეა, აი ერთი დონის მოთამაშეა, მაგრამ საბოლოოდ კონკრეტულ გუნდში ამ სამიდან სუპერ წარმატებული იქნება ერთი და ეს ერთი როგორც წესი არის ის ვისი განსაკუთრებული იმედიც მწვრთნელს აქვს და ვინც ამას გამოხატავს და ფსიქოლოგიური მომენტი გარდატეხავს და აძლევს და 10 თამაში შეცდომის დაშვების უფლებას აძლევს რომ დანარჩენ 10-ში საუკეთესო იყოს. აი მილანის მეკარე გვემახსოვს ჩვენ ესეთი და აი დიდას პერიოდში სებასტიანო როსი იყო ამის 40 ლამდე ითამაშა და მე როგორც ვიცი ახლა თქვა პრესიდან თორე რომ რაღაც განუზომელი ავტორიტეტით სარგებლობდა ეს სებასტიანო როსიო ხშირ შემთხვევაშიო მასთან შეთანხმებით აყენებდა შემადგენლობასო მაგრამ ძირითადი მეკარე იყო დიდა ანუ ანჩელოტი იყო მაშინ აი დიდი მილანის შავარი მწვრთნელი სადაც კახაკალაძე სამაშობდა და მოიგო 2 და საოცარი შემადგენლობის მილანი იყო და იმის მერე ის მილანის და იტალიური ფეხბურთის აჩრდილია ყველა თაობის მილანი იმასთან ხო და მაშინაც კი ანუ ასეთი ავტორიტეტი თუ ამდენად შეესაბამება რეალობას არ ვიცი მაგრამ ამდენად ნუ ახლა ასეთებს გატუზოზე ყვებოდნენ იქ მოკლედ ანუ ბოლო გადაწყვეტილებას იღებდა მწვრთნელი და ეხლაც ასე იქნება იმედია მამარდაშვილთან დაკავშირებით სადაც არ უნდა წავიდეს გიორგი ის თავის სიტყვის თუმცა ლივერპული პირადად ჩემთვის განსაკუთრებული კლუბია ბავშვობიდან შემოგვიყვება ძალიან ბევრი ქომა გიყავს საქართველოში ძალიან ბევრი ქომა გიყავს და აი ამ გუნდის ძირითადი ფეხბურთელი ქართველი ეს რა თქმა უნდა ძალიან სასიხარულო იქნება. კი ბატონო და ასევე კიდევ ერთხელ გამოვეხმაურები, კვლავ ვრცელდება ინფორმაცია არსენალის მხრიდან ხვიჩას შეჯენასთან დაკავშირებით და ხვიჩა თუ პრემიერ ლიგაში იქნება მამარდა თუ ადგილს დაემკვიდრებს და ამასობაში გუშინ საუბრობდი კიდევაც ზურიკო დავითაშვილის პრემიერ ლიგაში ევერტონში გადასვლის შესაძლებლობაზეა საუბარი და ეს საფეხბურთელი პრემიერ ლიგაში თუ იქნება და აქაც სალიად დაემატა ნუ ქართველების იქნება ხო ქართველების არ იქნება მაგრამ ეს პირველი შემთხვევა არ იქნება როდესაც რამდენიმე ქართველი ერთდროულად პრემიერ ლიგაში ითამაშებს ნუ წამყვან კლუბებში ხა ესეთი კი ყავდა იგივე გიო კინკლაძე იყო
რომელიც დღემდე ახსოვს City-ს გულშემატკივრებს და Blackburn-ში ხო იყო ღიზანა არა, რა თქმა უნდა, იყვნენ კი, მაგრამ აი წამყვან ესეთ პოზიციაზე როგორც თქვა ფესა. ხო, იმის გამო რომ პირველად არ იქნებიან ფეხბურთელები. პირველად არ იქნებიან, სიახლე არ იქნებიან. და როგორც იქნა ის პერიოდი დავძლიათ, როცა ლომაი გულდაწყვეტით საუბრობდა ჩვენი ნაკრების მეკარე, რომ შეეძლო თქვა აღმოჩენილიყო პრემიერ ლიგაში, მაგრამ კვალიფიკაცია და კოეფიციენტი ვერ დააკმაყოფილა ჩვენი ნაკრების რეიტინგმა. და დღეს უკვე მინიმუმ ეს ბარიერი აღარ კი, არსებობს. რაც შეეხება არსენალთან დაკავშირებით, არსენალს და ხვიჩას შორის აი ამ სავარაუდო არ ვიცი რა იქნება, ხო? არავინ არ ვიცით. როში გადავხედოთ ახლა ფინალის წინა მას წინასწარმეტყველებები იქნება თუ თქვა რაღაც ესე ფაქტების კონსტატაცია. არსენალის მწვრთნელებიდან დაწყებული ფეხბურთელები და გულშემატკივრები დაამთავრებული ხვიჩა არის მათი ნომერი პირველი პრობლემა. თუ სირთულე ბუნებრივია მათ ადრეც იყო საუბარი რომ არაცხელია ძალიან გააძლიერებს და უფრო მაღალ მწვერვალებზე აიყვანს არსენალს ხა ნახოთ რა იქნება მომავალში ისე როგორი საოცარი სანახაობა იქნება რომ ხვიჩა PSG-სთან ერთად ახლა ზედიზედ ახლა მოიგებს ჩემპიონთა ლიგას და თუ წელს მე ამ სეზონის მერე გადავიდა არსენალში და მე არსენალთან ერთად მოიგე. კარგი. ახლა დაუბრუნდეთ რეალობას, რეალური დროით 9 საათი 48 წუთია. რადიო იმედის პირდაპირ ეთერში განვაგრძობთ მუშაობას 12 წუთში მორიგ საინფორმაციო გამოშვებას მოისმენთ. შემდეგ კახა სპორტის სიახლეების მოგვიანებით დაგიბრუნდებათ, მე კი აბსოლუტურად სხვა თემებით, სხვა სტუმრებთან ერთად დროებით.